она может быть активирована после выполнения ряда условий. შეთანხმება გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ აქტიურდება. ფაქტობრივად ეს არის იგივე პირობები, რომელსაც შავი ზღვის ინიციატივა და ბატონი გუტიერეშის გარანტიები ითვალისწინებდა. მოგეხსენებათ, მან გარკვეული პერიოდი იმუშავა და ყველა პირობა სრულდებოდა გარდა იმ პირობებისა, რომელიც რუსეთს ეხებოდა. ამჯერად სამართლიანობა უნდა აღდგეს და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამერიკელებთან. კონტაქტები ინტენსიურია. სწორედ მათი დამსახურებით საკმაოდ სწრაფად მოხდა რუსეთისა და უკრაინის ენერგოობიექტების სიის შედგენა, რომელზეც მორატორიუმი გავრცელდება. ჩვენ ყვაყოფილები ვართ ამ დიალოგის კონსტრუქციულობით, პრაგმატულობითა და შედეგიანობით. ჩვენ უკრაინაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა შეთანხმება მიმუშაოს და თავდასხმები არ იყოს, მაგრამ რუსებმა უნდა იცოდნენ და გააცნობიერონ, რომ თუ დაგვარტყამენ, ძლიერ პასუხს მიიღებენ. ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. თუ რუსები არ შეასრულებენ დღევანდელი შეთანხმების პირობებს და შეეცდებიან ზეწოლას ამერიკაზე, ევროპასა და უკრაინაზე, ფიქრობ, პასუხი უნდა იყოს აუცილებლად ახალი სანქციები და მეტი ზეწოლა მოსკოვზე.